კომპანია მეტამ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელის შესახებ გააკეთა განცხადება. ამას შესახებ ინფორმაცია მათ საინფორმაციო ბლოგში გამოქვეყნდა და გამოქვეყნდა ასე კიდევაც რუკა, რომელზეც ჩანს თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნები დაიფარება და როგორც ხედავთ კონკრეტულად რუკაზე ფაქტობრივად დაფარავს მთლიანად მსოფლიოს, დაიწყება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გაგრძელდება ავსტრალიამდე. ჯამში საუბარი არის 50,000 კილომეტრზე, რაც უფრო გრძელია ვიდრე დედამიწის გარშემოწირულობა. როგორც აღნიშნავენ კომპანია მეტაში და ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის განვითარება, რასაც ხელი უნდა შეუწყოს სწორედ ამ პროექტმა. პროექტს ეწოდება Waterworthy და კონკრეტულად როდის დასრულდება, ანუ როდის დაიწყება სამუშაოები ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში კომპანია მეტა, ისევე როგორც სხვა ტექნოლოგიური გიგანტები, მათი მთავარი ფოკუსი სწორედაც რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება არის და სწორედ ამასთან დაკავშირებით კომპანია მეტაში ფიქრობენ, რომ ეს დაეხმარება სხვადასხვა ეკონომიკური კავშირების განვითარებას და უფრო მეტად დააკავშირებს ერთმანეთთან კონტინენტებს, ფინანსურ დახმარებას და სარგებელს მიიღებს არაერთი ქვეყანა და სწორედ ეს არის მათი მთავარი მიზანი, რომ განვითარდეს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია, როგორც ხედავთ, დაფარავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბრაზილიას, ინდოეთს, ავსტრალიას და ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი. ზოგადად წყალქვეშა კაბელები, ეს არის ის რაზეც დამოკიდებული არის ინტერნეტი, 95% ინტერნეტის სწორედაც რომ წყალქვეშა კაბელებზე არის დამოკიდებული. ის კაბელი, რომელზეც მუშაობს კომპანია მეტა, ეს არის 24 ბოჭკოვანი სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას აქვს უფრო მეტი ტევადობა, უფრო დიდი ტევადობა, რაც აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მონაცემების გასაგზავნად და შემდგომ დასამუშავებლად, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად. როგორც უკვე გითხარით, 95% ინტერნეტისა სწორედაც რომ დამოკიდებული არის წყალქვეშა კაბელზე და შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ამით ერთმანეთთან კავშირდება კონტინენტები, გეოპოლიტიკური კრიზისის დროს ძალიან ხშირად ასეთი წყალქვეშა კაბელები ხდება სწორედაც რომ კრიტიკული სამიზნეები ასე მოხდა გასულ წელს ბალტიის ზღვაშიც, რასთან დაკავშირებითაც ნატოში მიმდინარე წლის იანვარში მოამზადეს პროექტი, რითაც გაამკაცრეს ბალტიის ზღვაზე კონტროლი. გასულ წელს მარკ რუტემ, სახელმწიფო მდივანმა, ნატოს სახელმწიფო მდივანმა, კონკრეტულად მას არ დაუსახელებია თუ ვინ დააზიანა ბალტიის ზღვაში ასეთი წყალქვეშა კაბელი, თუმცა ეჭვი არსებობს რუსეთზე. მაშინ მარკ რუტემ განაცხადა, რომ ეს იყო ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტი რუსეთის, რომელსაც არ გააჩნია ოფიციალური მფლობელი და რომელსაც გადაჰქონდა ისეთი ნავთობპროდუქტები, რომელზეც დაწესებული არის ემბარგო.